თუ დიაბეტი გაქვთ, მხოლოდ გლუკოზის კვლევა საკმარისი არ არის. არსებობს რამოდენიმე კვლევა, რომელიც დაგვეხმარება დიაბეტის კონტროლში და დაავადების გართულებების პრევენციაში. პირველი ეს არის გლიკოზირებული ჰემოგლობინი, რომელიც გვიჩვენებს ბოლო 90 დღის განმავლობაში საშუალოდ რამდენი იყო გლუკოზის დონე სისხლში. მეორე ეს არის ლიპიდური სპექტრი. LDL, HDL, ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდები. ეს კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან დიაბეტის დროს გაზრდილია გულსიზარღვ დაავადებების განვითარების რისკი. მესამე ეს არის თირკმლის ფუნქციის შეფასება, კრეატინინი, გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე, შარდში ალბუმინი. მეოთხე ღვიძლის ფუნქციური სინჯები, რადგან დიაბეტის დროს ხშირად გვხვდება ღვიძლის გაცხიმოვნება. ასევე მნიშვნელოვანია თვალის ფსკერის გამოკვლევა და დიაბეტური ნეიროპათიის შეფასება, რათა დიაბეტის გართულებები დროულად აღმოვაჩინოთ. დიაბეტის მართვა მხოლოდ შაქრის კონტროლი არ არის, ეს გულისხმობს მთელი ორგანიზმის დაცვას.